მოგესალმებით, დღეს ვექნება საუბარი უახლოესი ერთი კვირის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზის შესახებ. საუბარი 29 სექტემბრის და 5 ოქტომბრის შველიჩიმდან ასტროლოგიურ პროგნოზზე. მე კი ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი ვარ და უპირველესკულისა მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ რთული პერიოდი იწყება, რადგან დედამიწა შედის ვარყოფით ენერგოველში და ეს მოვლენა თითქმის 18 ოქტომბრამდე გასტანს. ვარყოფით ენერგოველი გინიშნავს იმას, რომ აქ სირთულეები ურთიერთობებში იქნება მეტი, ურთიერთგაგების შემცირების ფონზე იდეების რეალიზაცია უფრო მეტად გართულდება და ჯანმრთელობასაც უნდა მიაქციოთ სათანადო ყურადღება, რათა სხვა სახის სირთულეებმა არ იჩინონ თავი. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პოზიტიური არ გვექნება, რას უკვე გვექნება, მაგრამ აი ამ ნეგატიურ ტენდენციებს მაქსიმალური ყურადღება უნდა. ანუ საქმეც უნდა გავაკეთოთ, ურთიერთობაც უნდა გქონდეს, ოღონდ მეტი თავდაჭერა, მეტი სიფრთხილე, მეტი წინდახედულობა. ამაზეა საუბარი, იმიტომ რომ სირთულეები, წინაღობები და ხელისშემშელი ფაქტორები ჩვეულებრივზე მეტად იქნება წარმოდგენილი. დავიწყოთ პირველი ნიშნით ვერძით. ვერძები, რას ქვია, ენერგოტონუსს აქ არ უჩევიან. რატო? იმიტომ რომ ენერგოტონუსი მათლობს, ამ ჯანმრთელობა გრადია. შესაბამისად ეს ნიშანი აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანია, კი ბატონო, ამ ხრი პრობლემა ვერც არ იქნება, მაგრამ ურთიერთობა პარტნიორებთან. აი სად არის ძაღლის თავი ჩამარხული. აქ შეიძლება იყოს როგორც ბიზნეს, ასევე საქმიან, ასევე სასწავლო პარტნიორებთან უფრო მეტი გაუგებრობა, უფრო მეტი საკონფლიქტო სიტუაცია. ანუ ურთიერთწინააღმდეგობები აქ პარტნიორ ურთიერთობებში მოიმატებენ და ზოგჯერ შეიძლება გადავიდეს სერიოზულ პაიკრობაშიც კი. შესაბამისად, თითოეულ ასე ვთქვათ, თქვენ ნაბიჯს ჭირდება კარგი გათვლა და ამასთან ერთად ზოგიერთ თქვენთაგანს მოუხდება საკუთარი პოზიციის გადახედვა სერიოზულად. ამავდროულად მოდით აღვნიშნოთ, რომ ხარდაჭერა, ამიტომ პარტნიორთან მხრიდან იქნება ან შემცირებული, ან საერთოდ არ იქნება. ეს შეიძლება იყოს დაკავშირებული ასევე ფინანსურ დანაკარგებთან. ამავდროულად აღვნიშნოთ, რომ პარტნიორების მხრიდან, კოლეგების მხრიდან გარკვეულმა მოქმედებამ შეიძლება ასევე ნეგატიური დაღი დაასვას თქვენს პროფესიონალურ განვითარებას ან წინსვლას. და აქედან ამ პერიოდში უკვე არ იქნება სასურველი მოლაპარაკებების წარმოება, ღირშესკვლელების დადება და ახალი პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბება. ყველს კარგი იქნება თქვენთვის 2 ოქტომბრის დღე და ეს რიცხვი და არ ვარ 29 სექტემბრის და ასევე 4 ოქტომბრის დღეები და შესაბამისად ეს რიცხვებიც. რაც შეეხება ახლა კურო ზოდიაქოს ნიშნულობებს, აღვნიშნოთ, რომ აქ ენერგოტონუსი თქვენი ნელ-ნელა მცირდება, ამიტომ გადაიღლებით, დაღლით კი, მაგრამ გადაღლა არა, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში უკვე სერიოზულ შეცდომებს დაუშვებ და არასწორად იმოქმედებ. დაავნიშნოთ, რომ აქ მათლობს თქვენში სიხისტე გამოთქმებისას, სიჯუტე, ძალიან დიდი დრო, ენერგია უნდა დაეხარჯოს აქ. იმ საქმეებზე, რომელიც დაკავშირებული იქნება სამსახურთან, ან აუცილებელ საქმეებთან. და აქედან გამომდინარე, აღვნიშნოთ, რომ ეს პერიოდი არ ვარ, ამიტომ ჯანმრთელობის კუთხით, აი ეს გადაღლა შეიძლება ჯანმრთელობაზე ნეგატიურ დასასვავდეს და ზოგიერთ თქვენთაგანი შეიძლება აქ იზოლებული გახდეს, რომ მიმართოს ექიმს. თუმცა საექიმო შეცდომების ტენდენციაც მაღალია. ესეც გავითვალისწინოთ, ამიტომ თუ რაიმე დიაგნოზი დაისვა, აუცილებლად უნდა გადაამოწმოთ. პარტნიორ ურთიერთობებში ასევე იქნება არაერთი მძიმე მომენტი და დაძაბული, ეს როგორც ბიზნეს პარტნიორებს, ასევე სასწავლო პარტნიორებს ეხება და აქედან გამომდინარე ეს გამოიწვევს ფსიქოემოციურ არასტაბილურობას. აღვნიშნოთ ისიც, რომ ეს ის პერიოდი ამისულობისას რასაკვირველია საოჯახო საკითხები, გამოიწვევენ ფინანსურ ხარჯს, ეს იქნება დამოტებითი ფაქტორი, რაც ითხოვს რასაკვირველია მეტ ყურადღებას. აღვნიშნოთ ისიც, რომ ეს ის პერიოდი ამისულობისას რასაკვირველია, რაც მეტად დაერქნებით ოპტიმიზმს, დადებით განწყობას, მინდა ადვილად გადაიტანთ ამ სირთულეებით გარკვეულწილად ახსოვს ეს პერიოდს. ყველას კარგი იქნება თქვენთვის 1 და 5 ოქტომბრის დღეები და არ ვარ 3 ოქტომბრის დღე და შესაბამისად ეს რიცხვიც. თუმცა თუ რაღაცა მნიშვნელოვანი საკითხია, საქმეა, მოსაგვარებელი, ისევ ჯობია ამ კვირაში, ვიდრე შემდეგ კვირაში, რომელიც შეიძლება კიდევ უფრო რთული აღმოჩნდეს. რაც შეეხება ტყუპების ზოდიაქოს ნიშნულობებს, აღვნიშნოთ, რომ ენერგოტონუსს თქვენ არ ურჩევით, ჯანმრთელობა მდგრადია. ეს ის პერიოდი, როდესაც ტყუპებს შეუძლიათ აქტიური მოქმედება, ინიციატივის გამოვლენა, საკუთრებით ვთქვათ, დინამიური პერიოდია, მაგრამ თან რთული, შეიძლება ესე თქვა, ზოგიერთ თქვენი გეგმა შეიძლება აბსოლუტურად შეიცვალოს, ან არ წარიმართოს ისე, როგორც თქვენ ეს გსურთ. ამასთან ერთად, თქვენ შეგიძლიათ საუკეთესო თქვენ თვისებების გამოვლენა.
მაგრამ ისიც აღნიშნოთ, რომ ზოგიერთი დავუშვათ თქვენსებრი ყოფი ადამიანი მოგაქცევთ კრიტიკის კარწესში, არ მოეწონება თქვენი მოქმედებები, ასევე სასკვალო ურთიერთობებში შვილებთან მოსაუბრელია გარკვეული პრობლემების სირთულეების შემოქმედებითი კუთხით, შეიძლება შემოქმედება თქვენი გარკვეულწილად გაიყინოს ამ პერიოდში. ასევე აღნიშნოთ, რომ ეს ის პერიოდი, რომელშიც მეტი წინდახედულობა მოთმინება გმართებს შვილებთან მიმართებაში სასკვალო პარტნიორებთან, რათა აქ სხვადასხვა ფორმით სიტუაცია არ დაიწყოს. ყველას კარგი იქნება თქვენთვის 30 და 2 ოქტომბრის დღეები და რიცხვები და არ ვარგა 4 ოქტომბრის დღე და შესაბამისად ეს რიცხვიც. რაც შეეხება კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშნე დაუდევლებს, მოდით დავუშვათ, რომ ენერგოტონუსი თქვენი მცირდება, ჯანმრთელობა ნაკლებად მდგრადი ხდება, ამიტომ ზედმეტად გადაიღლებით, ეცადეთ არ გაციუდეთ და ასე შემდგომ. თუმცა პერიოდი მაგალითად კარგია კონტაქტებისთვის, შეხვედრებისთვის, მათ შორის მეგობრებთან, ახლობლებთან ურთიერთობა იქნება კარგი. არა, ასე ვთქვათ, ხანგრძლივი, ესეთ ხანმოკლე, ცოტა მგზავრობა, ნამდვილად იქნება კარგი. დავუშვათ ისიც, რომ ეს ის პერიოდი, რომელშიც თვით რეალიზაციას და ცოტა შემოქმედებითი ნიჭის გამოვლენას უჭირს. აი აქ შეიძლება სხვადასხვა შეფერხებები მოხდეს. დავუშვათ ისიც, რომ კრიტიკოსები მომრავლდებიან, თქვენს საწინააღმდეგო კრიტიკა გამზაფრდება და ასევე თქვენი გამოთქმებიც იქნება ზედმეტად პრეტენზიული ან ვთქვათ ცოტა არაკორექტული, რაც გამოიწვევს გარკვეულწილად დაძაბულობას და ასე შემდგომ. ესე იგი, ვიცაროთ, რომ ცოტა ყურადღებით ვიყოთ, შეიძლება საყოფაცხოვრებო პრობლემებმა იჩინონ და მაგალითად სანტექნიკა, ელექტროტექნიკა გამოვიდეს წყობრიდან, რაც დამატებით თანხებთან და დროის ენერგიის ხარჯვასთან იქნება ასევე დაკავშირებული. ყველას კარგი იქნება თქვენთვის 30 სექტემბრის და 5 ოქტომბრის დღეები რიცხვები და არ ვარგა 3 ოქტომბრის დღე და შესაბამისად ეს რიცხვიც. რაც შეეხება ლომის ზოდიაქოს ნიშნე დაუდევლებს, ენერგოტონუსი მატლობს, ანუ ეს ნიშანი უფრო აქტიურია, ენერგიული ინიციატივია, ნაკლებად იღლება, ჯანმრთელობა უფრო მდგრადია, მაგრამ ამ მხრივ ყველაფერი კარგად არის, მაგრამ ფინანსურმა სირთულეებმა შეიძლება ეშინონ თავი. მოულოდნელმა და ზოგიერთ შემთხვევაში უყარათო ფულის ხარჯვამ. გარკვეული სირთულეები შეიძლება წარმოექმნას მეგობრებთან, ახლობლებთან, ნაცნობებთან ურთიერთობებში. სწავლის კუთხითაც შეიძლება სირთულეებმა ეჩინონ თავი. აღნიშნოთ ისიც, რომ გართულდება, ასე ვთქვათ, სტაბილური ურთიერთობების შენარჩუნება. და აღნიშნოთ ისიც, რომ აი კოლექტიურ საქმიანობაშიც კი ყველა ეცდება, რომ საკუთარი, ასე ვთქვათ, შესაძლებლობა უფრო მეტად წარმოაჩინოს და აი ესეთი, რო იტყვიან, თანაბარი კოლექტიური საქმიანობა არ გამოდის. აღნიშნოთ ისიც, რომ ეს ის პერიოდი, როდესაც ფეიკების ალბათობა უკვე მატლობს. ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება სხვების მხრიდან თქვენი მოტყუების თელობასაც კი კონდეს ადგილი, თუმცა ზოგადად ურთიერთობებისთვის საინტერესო ინფორმაციის მისაღებად პერიოდი ცუდი არ არის. მაგრამ აი პარტნიორული თანამშრომლობა ისე არ მოდის, როგორც თქვენს სურთ. ანუ გარკვეულმა სირთულეებმა შეიძლება ეჩინონ თავი, ამიტომ ეს პერიოდი უფრო მეტად ხელს უწყობს ინდივიდუალურ მოქმედებას, შემოქმედებას, ვიდრე კოლექტიურ ძალისხმევას. ყველას კარგია თქვენთვის აქ 3 ოქტომბრის დღე და ეს რიცხვი და არ ვარგა 1 და 5 ოქტომბრის დღეები და შესაბამისად ეს რიცხვებიც. რაც შეეხება ქალწულის ზოდიაქოს ნიშნე დაავადებლებს, აღნიშნოთ, რომ ნელ-ნელა თქვენი ენერგოტონუსი მცირდება, ანუ ჯანმრთელობა ნაკლებად მდგრადი ხდება, ეცადეთ არ გაცივლეთ, არ გადაიღალოთ, რათა შესაბამები არ დაუშვათ და სხვადასხვა სახის წინააღმდეგობებს გრძნობთ, მაგალითად თვით რეალიზაციის კუთხით, ფინანსურ საკითხებში, შეიძლება ცვლილებები მოხდეს პროფესიონალურ თქვენს გეგმებში. ან შეიძლება ახალი პროექტების აუცილებლობა მიჩნიოს თავი, რასაც ჭირდება უკვე დეტალური, ასე ვთქვათ, განხილვა და საკმაოდ ბევრი დრო. ამავდროულად აღნიშნოთ, რომ კარგი იქნება ეს პერიოდი კოლექტიური ძალისხმევისათვის. აი რაც მეტად გექნებათ ეს კოლექტიური ძალისხმევა ჩვენს კოლეგებთან, პარტნიორებთან ერთად, აი შეიძლება უფრო წარმატებული აღმოჩნდეს, ვიდრე აქ ინდივიდუალური თქვენი მოქმედება. სასპარლო ურთიერთობებში შესაძლებელია გარკვეულმა დაძაბულობამ მიჩინოს თავი ურთიერთგაგების შემცირების ფონზე და ცოტა მოიმატებს პრეტენზიულობა, კრიტიკულობა თქვენი მხრიდან ყველა წრომალზე ჩაძეების ტენდენცია, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სწორედ ესეთი დაძაბულობა და პრობლემები მათ შორის ურთიერთობებში. ყველას კარგი იქნება თქვენთვის 29 სექტემბრის და 4 ოქტომბრის დღეები რიცხვები და არ ვარგა 2 ოქტომბრის დღე და შესაბამისად ეს რიცხვიც. რაც შეეხება სასწორი ზოდიაქოს ნიშნე დაავადებლებს, სასწორებო უბრალეს სკოლისა, მოდით აღნიშნოთ, რომ აქ
ყველაზე წარმატებულები მაინც ხარ თქვენ. მზე ახლა გადის სასწორი ზოდიაქოს ნიშანს, ამიტომ ერგოტონუსი მადლობ ჯანმრთელობა უფრო მდგრადია, ფსიქოემოციური სტაბილურობაც მეტია და რაც თავარია, აქ გაქვთ კარგი შანსები იმისა, რომ შეძლოთ ღმიანობის გამოვლენა ზოგიერთ იდეის რეალიზაციაც კი, ანუ ნიჩის უნარის გამოვლენის ძალიან კარგი შესაძლებლობები გაქვთ. ამასთან ერთად აღმოჩნდით, რომ გარკვეულმა დაწესებულებამ შეიძლება იჩინოს თავი პარტნიორულ ურთიერთობებში, ხელმძღვანელთა მხრიდან. ასევე დაძაბულობა მოემატებს კონკურენცია, კონკურენტული ბრძოლა მოემატებს, უფრო მეტად შეიძლება იყოს დამოკიდებული ირგვლივ ადამიანებზე და აქედან გამომდინარე, შესაბამისად, ეს შეიძლება გახდეს ხელისშემშელი ფაქტორები. მაგრამ მაინც ყველაზე მეტი შანსები წარმატებისა ზოდიაქოს ნიშნებიდან ამ პერიოდში ისევ გაქვთ თქვენ. ყველაზე კარგი იქნება 3 ოქტომბრის დღე და ეს რიცხვი და არ ვარგა 1 და 5 ოქტომბრის დღეები და შესაბამისად ეს რიცხვებიც. რაც შეეხება მორიელის ზოდიაქოს ნიშნულ აღოდებულებს, აი თქვენთვის იწყება ერთ-ერთი ურთულესი პერიოდი წლის განმავლობაში, ანეგდოტებული დაბადების წინა პერიოდი, როდესაც ერგოტონუსი მცირდება და შეიძლება აი მაქსიმალურ პიკს მიაღწიოს უკვე შემდეგი კვირიდან. ამავდროულად აცადეთ, რომ არ გაცივდეთ, არ გადაიღალოთ, ფსიქოემოციური არასტაბილურობა მეტად იჩენს თავს, ფარული მტრეები, ჭორები, ინტრიგები, სხვა სახის კონკურენტების და მუშურნეების მოქმედება თვალსაცემი გახდება. ამიტომ აქ უკვე მოდით ასე ვთქვათ, რომ რთულდება იდეების რეალიზაცია, ურთიერთგაგების შემცირება კი ართულებს ასევე ურთიერთგაგებას, სხვა ეჭვები, სხვა სახის უნდობლობა ურთიერთობებში კამათი უფრო მეტად იჩენს თავს და თან არ უნდა იჩქაროთ რაიმე მოქმედებისას, სიტყვიერი გამოთქმებისას, რათა აქ შესტომები არ დაუშვათ. აქ ჯობია უფრო მშვიდ კორუფციულებზე გადაერთოთ, ან ძველი საქმე დაასრულოთ, ან ცოტა მეტად დაასვენოთ საკუთარი თავი. ენას ყველი დააჭირეთ, საიდუმლო დაიცავით, გათქვევთ ინფორმაცია საიდუმლოს, რათა სხვებმა ეს არ გამოიყენონ თქვენ საწინააღმდეგოდ. ყველაზე კარგი იქნება თქვენთვის 1 და 5 ოქტომბრის დღეები და ეს რიცხვები და არ ვარგა 3 ოქტომბრის დღე და შესაბამისად ეს რიცხვიც. რაც შეეხება მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშნულ აღოდებულებს, ერგოტონუსის კუთხით პერიოდი კარგია. ჯანმრთელობა, მდგრადი ენერგია გემართებათ, ეს ნიშანი აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანი, კომუნიკაბილური, გონებამახვილია, ნამდვილი ლიდერია, შეუძლია პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება, კი ბატონო, ეს ყველაფერი გადასარევია, მაგრამ რთულდება გეგმების რეალიზაცია. მოდი ასე ვთქვათ და ეს ის პერიოდია, რომელიც ასევე ითხოვს გარკვეულწილად საკუთარი გუნდის შექმნას, სადაც იქნება ურთიერთგაგება და ამასაც თავისი სირთულეები მოყვება. ეს ის პერიოდი, როდესაც თქვენ დაწესებულებას გრძნობთ, მათ შორის თქვენს ირგვლივ. ამიტომ ზოგიერთი გეგმა შეიძლება გადაიხედოს, ან ისე არც არ იმართოს, როგორც თქვენ გსურთ და სხვა ცვლილებები, რომელიც საზოგადოებაში შეიძლება მოხდეს, ნამდვილად შეიძლება არასხავდეს თქვენს სისხლზე წყალს. ასევე მოდი ამშვით, რომ ეს გამოიწვევს კორექტივებს თქვენს გეგმებში და ამავდროულად ფარული მტრეები თქვენ საწინააღმდეგო საქმეოდ აქტიურად მოქმედებენ, ამასაც იგრძნობთ, თუმცა რეფორმებისთვის, სიახლეებისთვის პერიოდი ზოგადად ცუდი არ არის, მაგრამ აქაც სიფრთხილეა საჭირო. წინდახედულობა მოქმედება პრინციპით 7 ჯერ გაზომ ერთხელ გაჭერი და კიდევ. ფეიკების ტენდენცია მათ შორის ინტერნეტში მოემატებს, ამიტომ ნებისმიერი ინფორმაცია აქედან მიღებული აუცილებლად გადაამოწმოთ. ყველაზე კარგი იქნება თქვენთვის 2 ოქტომბრის დღე და ეს რიცხვი და არ ვარგა 29 სექტემბრის და 5 ოქტომბრის დღეები და შესაბამისად ეს რიცხვებიც. რაც შეეხება უკვე თხის ზოდიაქოს ნიშნულ აღოდებულებს, აღნიშნოთ, რომ აქ ძალიან დიდი შრომის პერიოდია კარიული განვითარებისთვის, ბიზნეს საქმიანობისათვის, საერთოდ შეიძლება აქტიურად ჩაერთოთ კოლექტიურ საზოგადოებრივ საქმიანობაში, კი ბატონო, მაგრამ სირთულეებიც იქნება არანაკლები, იმიტომ რომ ერგოტონუსი მცირდება. ჯანმრთელობა ნაკლებად მდგრადია, ამიტომ ზედმეტად გადაიღლებით, თორე ეს უკვე შესტომებს დაგაშვებინებთ. სხვადასხვა წინააღმდეგებმა შეიძლება იჩინონ თავი კოლეგებთან მიმართებაში. კონფლიქტების ტენდენცია შეიძლება ადვილად წარმოიქმნას ხელმძღვანელებთან მიმართებაში. ამიტომ მოგიხდებათ არა მარტო მათი მხრიდან გარკვეულწილად გადალახვა სირთულეების არ მეტახობლებთანაც კი. ზოგიერთ შემთხვევაში სიტყვები და საქმე შეიძლება ერთმანეთის საწინააღმდეგოდ მოქმედებდეს ამ პერიოდში. ამან შეიძლება შეცვალოს თქვენი გეგმები. დავუშვათ ისიც, რომ ეს პერიოდი შეიძლება მიიღოთ დაპირება და მერე კი არ შესრულდეს, რაც გახდება ასევე დამატებითი სირთულეების ერთ-ერთი ფაქტორი. შეიძლება მოგიხდეთ ძველი დაუსრულებელი საქმეებისადმი დაბრუნება, ან ძველი პრობლემების უფრო მეტად გადაწყვეტა. ეს კარგი იქნება თქვენთვის 30 სექტემბრის და 4 ოქტომბრის დღეები რიცხვები და არ ვარგა 2 ოქტომბრის დღე და შესაბამისად ეს რიცხვიც. რაც შეეხება უკვე მერწყულის ზოდიაქოს ნიშნულ აღოდებულებს, მერწყულებმა საკმაოდ საინტერესო,
მაგრამ რთული პერიოდია. აქ შეიძლება ახალი იდეები გაჩნდეს, ახალი პროექტები, ახალი მიზნები და ეს თუმცა ამისთვის ეს პერიოდი მაინდამაინც თვლად სასიკეთო არ არის. პროფესიონალური კუთხით შეიძლება სირთულეები მეტად წარმოიქმნას. ან ისეთი ცვლილებები იყოს საზოგადოებაში, რომელიც არ უწყობს თქვენს ამ კუთხით განვითარებას და მატერიალიზაციაში თქვენი ამ სიახლეების გადაყვანას. საქმეებში სხვადასხვა სახის წინაღობებმა და გაუგებრობებმა შეიძლება მეტად იჩინონ თავი. ეს ის პერიოდია, რომელშიც მოგზაურობისთვის ზოგადად პერიოდი ცუდი არ არის, მაგრამ აქაც შეიძლება სატრანსპორტო სექტორებმა ან გაუგებრობებმა მეტად იჩინონ თავი. ამიტომ საერთოდ რომ ცოტა ასე ვთქვათ ამ კუთხით იყოთ ყურადღებიანი, რათა რაღაც დეტალებმა ხელისშემშელი ფაქტორის როლი არ ითამაშონ. ოს კარგია თქვენთვის 3 ოქტომბრის დღე და ეს რიცხვი და არ ვარ 30 სექტემბრის და 5 ოქტომბრის დღეები რიცხვები. რაც შეეხება თევზების ზოდიაქოს ნიშნავადებლებს, რთული პერიოდია, ერგო ტონუსი დაბალია, ჯანმრთელობა არამდგრადია და ეს ის პერიოდი, როდესაც ფსიქოემოციური არასტაბილურობა იჩენს მეტად თავს. აქ პარლამენტრები, ჯვარები, ინტრიგები აქტიურად იმოქმედებენ თქვენ საწინააღმდეგო, ამიტომ შეიძლება აღმოჩნდეთ კრიტიკის ქარცელში. ურთიერთგაგების შემცირების ფონზე ერგული ყოფ ადამიანებთან ეს პერიოდი არ ვარ გამგზავრობა მოგზაურობისათვის, მათ შორის მივლინებისათვის, მათ შორის უცხოეთში და ეს ის პერიოდია, როდესაც შეიძლება არასწორად გაფორმებულმა რაღაც დავუშვათ თუნდაც საბუთმა შემდგომ დიდი პრობლემები შექმნას. აქ მოდით დავუშვათ, რომ ან შეიძლება საბუთები საერთოდ დაიკარგოს. აი ამ კუთხით იყავით თხილად, რომ ეს არ გახდა შემდგომი უსიამოვნების ფაქტორი. ინდივიდუალური მოქმედება, შემოქმედება აქ იქნება უფრო მეტად გამართლებული. არ იქნება ცუდი სპორტული ვარჯიშები, უფრო ზომიერად და არა გადაღლით. და კიდევ ენას ყველი დააჭერეთ, საიდუმლო დაიცავით ისე იმოქმედეთ. მაშინ იქნებით უფრო წარმატებულები. ამ ინფორმაციით საუკეთესო სურვილებით მეგისურვებთ ბედნიერ კვირას, გემშვიდობებით და სტაბილურ კვირას, გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.